რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუჰანსკის რეგიონში ქალაქ სტარობილსკში უკრაინული დრონების თავდასხმას მსხვერპლი მოყვა. რუსეთის ადამიანის უფლებათა ომბუდსმენის იანა ლანტრატოვას განცხადებით, იერიში შედეგად კოლეჯის საერთო საცხოვრებლის შენობა დაინგრა, რასაც სულ მცირე 4 ადამიანის სიცოცხლე მსხვერპლა. მანამდე ოკუპირებული რეგიონის რუსეთის მიერ დანიშნულმა ხელმძღვანელმა ლეონიდ პასეჩნიკმა განაცხადა, რომ დაშავებულია 39 ადამიანი. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ტერორისტული აქტის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რაც დაკავშირებულია უკრაინული შეიარაღებული ფორმირებების მიერ ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკაში სამოქალაქო ობიექტებზე მომხდარ თავდასხმასთან. 2026 წლის 22 მაისის ღამეს უკრაინელმა მებრძოლებმა 4 საავიაციო ტიპის დრონის გამოყენებით მიზანმიმართული იერიში მიიტანეს ლუჰანსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტარობილსკის კოლეჯის ადმინისტრაციულ შენობებსა და საერთო საცხოვრებელზე. შემთხვევის დროს საერთო საცხოვრებელში 86 სტუდენტი და 1 თანამშრომელი იმყოფებოდა. შედეგად 5-სართულიანი შენობა ჩამოინგრა. ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ კვლავ რამდენიმე ადამიანია მოყოლილი. დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის სუსტდება. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. მაშველები ნანგრევებს ასუფთავებენ, რადგან ვარაუდობენ, რომ შენობის ქვეშ კიდევ რამდენიმე ადამიანია მოყოლილი.